ნატოს მომავალი შეხვედრის მთავარი თემა ავღანეთის პრობლემა იქნება, საიდანაც ამერიკელები და მათი მოკავშირეები ძირითადი ძალების გამოყვანას 2014 წლისთვის გეგმავენ. ნატოს ლიდერების მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ თალიბებმა გააძლიერეს თავდასხმები, ავღანეთის სამთავრობო ძალები მზად არიან გადაიბარონ ქვეყნის უსაფრთხოების საკითხები. ჩიკაგოში ჩვენი კოალიცია ავღანელებთან ერთად დასახავს მომავალი წლის გეგმებს, სადაც საომარ ოპერაციებში წამყვანი როლი ავღანეთის სამთავრობო ძალებს უნდა მიენიჭოთ. ინტერნაციონალური ძალები გააგრძელებენ ავღანელი ჯარისკაცების გაცვლას და საჭიროების შემთხვევაში მათ მხარდამხარ იბრძოლებენ კიდეც. ახლახანს ამერიკასა და ავღანეთს შორის ხელმოწერილი სტრატეგიული ხელშეკრულება კიდევ უფრო გამყარდა ნატოს განცხადებით, რომელიც ქაბულთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაგრძელებას აპირებს. ნატოს ალიანსი ახალი გამოწვევების წინაშე დგას, მაშინ როდესაც ამ ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების თავდაცვის ბიუჯეტები ყოველწლიურად მცირდება. ფილიპ გორდონის განცხადებით, ევროპის თავდაცვის ხარჯები მცირდებათ თუ მომავალშიც ასე გაგრძელდება, ნატოს აღარ ექნება საშუალება თავისი ფუნქცია სრულყოფილად შეასრულოს, ამას წინათ ლიბიაში განხორციელებული ოპერაციების მსგავსად. ჩიკაგოს შეხვედრაზე განიხილავენ ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის გეგმას, რომელიც ალიანსის წევრთა შორის რესურსების განაწილებას ითვალისწინებს. სტივენ ფაიფერის განცხადებით, ეს სიახლე ნატოს მიერ ფინანსების განკარგვას ეხება, როდესაც ორგანიზაცია მიიღებს გადაწყვეტილებებს და არ იქნება ცალკეული ქვეყნების მთავრობებზე დამოკიდებული. სენატორ ჯონ კერის განცხადებით, ნატოს წევრი სახელმწიფოების მიერ ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებობამ ეს ორგანიზაცია მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა. ჩვენ გვესმის, რომ ახლა კამრების შემოჭერის დროა, მაგრამ ძალზე მნიშვნელოვანია სწორი პრიორიტეტების დასახვა და ჩვენი მთავარი მიზნების განსაზღვრა. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის დამონტაჟება იქნება ირანიდან მომავალი საფრთხის გასანეიტრალებლად, რაც რუსეთის უკმაყოფილებას იწვევს. მოსკოვის წინააღმდეგობის მიუხედავად, ნატო რაკეტსაწინააღმდეგო ფარის შექმნას ბოლომდე მიიყვანს. ჩიკაგოში ასევე იმსჯელებენ იმ გაკვეთილებზე, რაც ალიანსმა ავღანეთსა და ლიბიაში მიიღო. როგორც პოლიტოლოგი სტივენ ფაიფერი აცხადებს, უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში ნატო ავღანეთის ომით იყო დაკავებული და ახლა ამ ორგანიზაციის სამომავლო მიზნებზე მის წევრებს განსხვავებული თვალსაზრისი გააჩნიათ. ჩიკაგოში ნატოს ლიდერები 13 წლიანი პაუზის შემდეგ პირველად შეხვდებიან ერთმანეთს შეერთებული შტატების ტერიტორიაზე. მიხა გეგეშიძე, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.